угроза в адрес России. Если он нас считает угрозой... ეს არის საფრთხე რუსეთისთვის. თუ მაკრონი ჩვენ საფრთხედ მიგვიჩნევს, თუ ის იწვევს ევროპის ქვეყნებისა და ბრიტანეთის გენერალური შტაბის შეხვედრას, თუ ამბობს, რომ აუცილებელია ბირთვული იარაღის გამოყენება. რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად მომზადება, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საფრთხეა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ სულელურ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთი ემზადება ომისთვის ევროპისა და საფრანგეთის წინააღმდეგ, პუტინს არაერთხელ უსაუბრია და ამ ყველაფერს სისულელეს უწოდებდა. მაგრამ ალბათ ნებისმიერი მეტნაკლებად გონიერი ადამიანისთვის სრულიად ნათელია, რომ რუსეთს ეს არაფერში სჭირდება. ევროპელი სამშვიდობოების განლაგება უკრაინაში ნიშნავს არავითომ ჰიბრიდულ, არამედ ნატოს ქვეყნების პირდაპირ ოფიციალურ დაუფარავ ჩართვას რუსეთის წინააღმდეგ ომში. ამის დაშვება არ შეიძლება და ეს ყველაფერი თან ხდება მაკრონის გუშინდელი ნერვიული განცხადების ფონზე, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თუ რუსეთი საფრთხეა, მაშინ ჯარებს ამ საფრთხის წინააღმდეგ გზავნიან.